ქართული ოცნების მიერ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელსაც 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა, საქართველოს მასშტაბით 2025 წლის მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართა. თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოში პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. საკრებულოში ქართულ ოცნებას 45 დეპუტატი ჰყავს. დარჩენილი 5 მანდატიდან კი ლელო ძლიერ საქართველოს 2, გირჩს 2 და პრორუსულ კონსერვატორების საქართველოსთვის 1 მანდატი აქვს. პარტიას გახარია საქართველოსთვის, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა, საკრებულოში დეპუტატი არ ჰყავს. პირველ სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურა ბაბაშიძე აირჩიეს, რომელიც წინა მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. მისი მოადგილები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი იქნებიან. დღესვე საქართველოს მასშტაბით 57 საკრებულოში ლელო ძლიერის საქართველოს დეპუტატები კორუფციის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიების შექმნას ერთდროულად მოითხოვენ. იმ დროს, როცა ბავშვები სკოლებში შიმშილობენ, კორუფციამ წალეკა ყველაფერი. და კორუფციის სათავე და ამაზე ჩვენ ხშირად საუბრობთ, არის თბილისი და ამაზე უნდა ვისაუბროთ. კორუფცია იმ დონეზე, რომ ევროპულ ქალაქს კი არ ვაშენებთ, არამედ არაბულ ქალაქი უნდა ავაშენოთ. ხო გესმით სად მივდივარ? გამოუყვეს ტერიტორია ლიხტენშტაინზე უფრო დიდი ტერიტორია გამოუყვეს აი ამ არაბულ ქალაქს და რატომ არა ევროპული ქალაქი? აქაც გამოჩნდება და ამათ ჩვენ გამოვავლენთ აუცილებლად კორუფციის ნიშნები. და კიდევ ძალიან ბევრი სხვა საკითხებია, შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ მოქალაქეებისათვის, რომელსაც ჩვენ დავიცავთ და რეალურად გავატარებთ. წინა საკრებულოშიც რაც შევძელით, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ და ეხლა გაცილებით მეც გავაკეთებ. იმის მიუხედავად, რომ 45 ქოცი დაგვხდება საკრებულო. ესეთი არ ყოფილა არასდროს. ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 1,418,116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40,93% შეადგენს. 3,061 საარჩევნო უბნიდან 2,284-ზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდა. ცესკოს ცნობით 64 მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნება მოიგო. 26 მუნიციპალიტეტში ოცნების მერობის კანდიდატს კონკურენტი არ ყოლია და შესაბამისად მათ ხმების 100% აიღეს. თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდებოდა მსხვილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ეუთოდირი. დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ოპონენტების დაკავებამდე ქვეყანაში დემოკრატიის უკუსლო 4 ოქტომბერს საქართველოში კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა.